დილამშვიდობის დამწყრივებულები მივდივართ სკოლაში და ბაღში. ჯერ სკოლაში და მერე ბაღში დე. დანიდუნი თან ჭამს. ევეკო როგორც კი მივა სკოლაში წაიყვანენ ეკლესიაში. ფეხით სწავლენ. ნუ ქაჩავ მკლავებს, რატო ქაჩავდე? წავედით? შენ რა გიხარია? წავედით? წადი მერე? კიო, მეუბნებდათ გეხარ ერთ ადგილზე. დღეს ზუსტად უი, 2 წუთი დაგვრჩა. წავედით, თორე დაკეტავენ კარებს. ევეკო, წადი, თორე დაკეტავენ კარებს. მერე წავალ დავტოვებ დანის წავალ სამსახურში ზურა. სახშია დღეს ისვენებს. ეხა იმზადებოდა ბანკში წასასვლელად რაღაცები აქვს გასარკვევი. მოკლედ ესეთი დილა გვაქვს. აი ესე გამოვიყურები მე დღიშუქზე, ჩემი თმის ფერი. ეხა ვფიქრობ კიდე 1 საათი რო გამეჩერებინა, უფრო სხვა შედეგი მექნებოდა თქო. ანუ კიდევ 1 საათი რა. ხო, დე, მართალი. ბიჭებმა გააკეთეს, ყოჩაღ ბიჭებს. ანუ კიდევ 1 საათი კი არა. ჯამში 1 საათი რო გამაჩერებინა. როგორც მითხრა იმ ქალბატონმა, შეიძლება უფრო სხვაფერი დამისდარიყო, მაგრამ არც ამითი არა ვარ უკმაყოფილო. როგორც გამოვიდა. მზე არ არის ახლა დღიშუქია უბრალოდ. ცოტა ღრუბლიანი გვაქვს და დღიშუქზე უფრო მაინც სხვანაირად აღვიქვამთ. დავტოვეთ ევეკო. მივასწარით კარების დაკეტამდე და ეხა დანიდუნი უნდა წავიყვანოთ, დავტოვოთ. მერე ყავა ვიყიდოთ და წავიდეთ სამსახურში. ქარია ფუჭებს ამით. და ძალიან მაგარი ამიდი. ქიქინებს რო იტყვიან. დანიკუნასკენ ჰერი გამოვედი სამსახურიდან. ისეთი წვიმა იყო ხალხო. რომ მოვედი სამსახურში და გავიყვანე ძაღლი გასასეირნებლად. ესე იგი წკიპზე მოვსწარი. სახში რო შემოვსულიყავით, დაუმშვა, დაინგრათ. ძალიან მაგარი წვიმა იყო. და ეხა გამოვედი მიკუნკულებ გაჩერებისკენ. წავალ დანის გამოვიყვან, მერე ბენტო ტორტის 5 მაქვს საყიდელი. მოვემზადები. და წესდარიგით უნდა წავიდე და შევხვდე ჩემს მეგობარს, რომელიც ჩამოსულია საქართველოდან რამოდენიმე დღით. მე რო ვიყავი საქართველოში, ერთადერთხელ მოვახერხე ნახვა ისიც მისი სახლისკენ ვიყავი და უცებ შევარდი და ვნახე წამიანად და მე კი იცით როგორი დრო ვატარეთ საქართველოში, შესაბამისად ვერ შევძელე მისი ნახვა და აქ მაინც ნახვათან დღეს იუბილეა. ხო და პატარა საჩუქარიც მინდა რომ უყიდო და ეგრე რა. ცოტა მშია, მაგრამ არ ვიმჩნე. არ შეიმჩნეო, მაიკო დღეს ერთ არაფერი არ მაქვს ნაჭამი. ყავა დავდი ერთი. ჩემი გემრიელი ყავა. წავედით მოკლედ დანიკუნა გამოვიყვანოთ, ვიყიდოთ 5-ით, ვიყიდოთ საჩუქარით. რა ჩავიცოთ წარმოედგენა რა მაგარ ჩავიცოთ. საერთოდ არ ვიცი. რაღაც მოვიფიქრე. იმიტომ რომ ამიდია რაღაცნაირი გუას. დანიდუნი გოგოსთან გავიარე და გამოვიყვანე და არ უნდა და ბაღიდან წამოსვლა. ხა ბამნარი კაგიგია. ბავშვო ბაღიდან წამოსვლა არ უნდა. დანიდუნი გამომხედე გოგო. რო გაქვს მოხატული ცხვირპირი და ხელები და ყველაფერი. დედიკო, ზედაც გაიფერადე? რა დახატე დედა დღეს ბაღში? გაფერადებული რო ხარ? ჰა? რა არის?
პოლიცია დახატე? და არ დაგახატინა? დედიკო, იქნებ სხვა რამე გქონდათ დღეს, სხვა თემა გქონდათ და არ გქონდათ პოლიციის თემა და მაგიტო არ დაგახატინა. მე ვიცი რომ ფერმას გადიხართ, ეხა ფერმის ცხოველებზე გაქვთ პატარ-პატარა ისინი რა ქვია, გაკვეთილებივით. ძროხა რო გააკეთეთ დედა ძროხა და რო წველიდი ძროხას სურათი ვნახე მე. კირიადორამ გამომიგზავნა. ხო, კირიადორამ გამომიგზავნა ძროხას რო წველიდი. ფოტო. შენც გინდა რო ნახო? განახებ მე. წავედ ახლა მე და დანიკუნა. ამინდი არის უჟმური. ჭრელი. წავედ ახლა ვიყიდით ყუთს. ხო და აუ ჩაჩი ჩაგდეს. ეველინას ჩატში იმდენი აქ ეველინას ჩატში ეველინას კლასელების მშობლების ჩატში ჩაგდეს იმდენი აქ სამეცადინო იმედია მოვასწრებ რომ ამეცადინო და ისე წავიდა თუ არა და მე მამიკო ამეცადინებს ან მე ენას ვამეცადინებ და მათემატიკას მამიკო ამეცადინებს ესე გავაკეთებთ Oh my god დავიღალე გოგო შენ დაიღალე ჰა თუ არ დაიღალე შენ რა გღლის საერთოდ დედა არის მოყანყალებული ჭანჭიკივით დადამ ჩემი ლამაზი ტორტიკოთი წავედით მოკლედ დავტოვე ზურა გოგოებთან ერთად გზაში აიღო სარკესთან რო ვიდექი ვიძახოდი არ დამავიწყდეს რამე საყურებს გაკეთება დამავიწყდა არა უშავს, უსაყუროდეთ გადასარევი გოგო ვარ. ასედაც მიმიღებენ. ხეთრა საყვარებია. კუცკუცა. დიდ ტორტს ფიზიკურად არ გავაკეთებდი, თორე დიდი სიამოვნებით გავუკეთებდი და მივართმევდი. უბრალოდ დრო არ მქონდა. რადგან სპონტანურად მოხდა ესე. დაგეგმა, რომ დღეს შევხვდებოდით ერთმანეთს. თან გამიმართლა რომ ზურას დასვენება აქვს. ასე რომ იგულავე ოქროს დღეა დღეს. გოგოები მამიკოსთან, დედიკო, მეგობრებთან. რაც ძალიან მაკლია. მე პირადად. ეს ქეთი არის ადამიანი, რომელთანაც ძალიან დიდ დროს ვატარებდი საქართველოში ყოფნის დროს. სვანეთში ვიყავით ერთად, ხანკბულეთში ვიყავით ერთად. მოკლედ დავდიოდით ესე წინ და უკან. და ყოველ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ხო და წავედით მოკლედ ბენტო ტორტის შესახებ არ იცის. და ვიცი რომ ძალიან გაუხარდება და სისულელე მომივიდა საჩუქარი უყიდე. ტანის კრემი თავის მისტთან ერთად ესე შესაბყურებელი რო არის. და მესულელს დამავიწყდა რომ ვერ წაიღებს რადგან მხოლოდ ხელბარგი აქვს და ხელბარგში 100 მილილიტრის ზემოთ არ შეგიძლია არანაირი სითხის ქონა ხო და ეს არის 250-იანი მისტიც და კრემიც ხო და ეხა მიუტან ვაჩუქებ და მე წამოვიღებ უკან რომ ამანაცით გაუგზავნო და იქ აიღებს ყველაფერი მოგვარებადია. ასე რა წავედით. ჩემი კეთო ძუნა. ესენი ჩემი კეთოსია. იუბილარი. ჩამოვაკითხე საბერძნეთში. ხო, წყალბოში ვერ ნახეთ წესიერად ერთმანეთი და ეხა აქ ასე ვისიამოვნეთ ერთად კარგად მივთვით. კოქტეილი აღნიშნეთ მისი დაბადების დღე და ეხა გავივლით ცოტას და Little Cookies ტერიტორიაზე ვართ, ოღონდ ისინი აღარ აქვს გაფორმებები, რაც იყო მანამდე ადრე რო აფორმებდნენ ხოლმე. ცვლიან, სეზონურად ცვლიან ხოლმე და ეხა ის პერიოდი დაემთხვა, რომ ცვლიან. ვისეინოთ ეხა წავალ მუზეუმისკენ, მე წავალ სახლისკენ, გოგოებით სახლისკენ.
9 საათია. საკმაოდ მუშიებული ვარ, იმიტომ რომ დღეს ყავა და კოქტეილი მაქვს მხოლოდ დალეული. გამოვიარე მაკდონალდსში, ვიდრე სახლში წავალ, გოგოებს დავცილდი უკვე მუზეუმი დავათვალიერებ და დავჯექი და ესეთი არაჯანსაღი ვახშამი მოუწყვე ჩემ თავს. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და ესე მაიმუნობები ვიყი და ეხლა და დავჯდები მივირთმე და მე წავალ სახლში. მივირთვი გემრიელად და ზურასთვისაც მიმაქ, იმიტომ რომ ზურა მთხოვა. მეც წამომიღეო, რა მოხდებაო და მაიმუნობა მაკდონალდსის მიმაქ ზურასთვისაც. აი მე ხალხო ისეთი კარგი დრო ვატარე, ისეთი კარგი დრო ვატარე, ისეთი კარგი დრო ვატარე. ნუ არ ვიცი, უზომოდ კმაყოფილი ვარ. რას ნიშნავს შენთვის საყვარელ ადამიანს რო შეხვდები მონატრებულს, კიდე ისე ვერ ვიჯერეთ გული, მაგრამ არა უშავს. საქართველოში შეხვდებით, როცა წავალთ მაშინ. შენ ხალხთან, შენ საყვარელ ადამიანებთან შეხვედრას, ურთიერთობას, მონატრებულს თვითონაც არაფერი არ ჯობ. მოკლედ ესეთი იყო ჩემი დღევანდელი დღე გოგოს ძინავთ. 11-ის ნახევარია უკვე. ასე გვიან როდის მივედი ბოლოს სახლში აღარ მახსოვს. მეცინება. ასე რომ აქედან ახლა დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ხარ, მე გისურვებთ. და შევხვდებით მომავალ ვლოგში, დროებით.